მოგესალმებით, მერთვა დაღლესოთ გაგახაროთ. კაცობრიობის სულიერი ზნეობრივი მდგომარეობა მოგეხსენებათ სულ უფრო და უფრო რთულდება. ამასოფლის სული უფრო მეტად მძრგუნავს საზოგადოებას და დღეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალება, რომელიც სწორედ აი ამ სულიერ და ზნეობრივ დეგრადაციას უწყობს ხელს, გახლავთ ინფორმაციის მასობრივი საშუალებები, განსაკუთრებით ტელევიზია, ტელევიზორი და კომპიუტერი. ეხლა ბრალი რო არ დაგვდონ ჩვენ იმაში, რომ კულტურული პროგრესისადმი მტრული დამოკიდებულება გვაქვს. ჩვენ ვილაპარაკებთ არა ტექნიკურ გამოგონებებზე და პროგრესზე, არამედ იმის შესახებ, თუ როგორ ვიყენებთ მას და როგორ ზემოქმედებას ახდენს ის ჩვენს სულიერ მდგომარეობაზე. ტელევიზორმა და კომპიუტერმა მოგეხსენებათ შეუფერებელი ადგილი დაიკავა ჩვენს სახლში და ჩვენს გონებაში, ჩვენს გულებში. თუ თავიდან ის მხოლოდ ინფორმაციის მოგზაურობ საშუალებას წარმოადგენდა, დღეს ის შემოიჭრა ჩვენს სახლში როგორც აგრესორი, დაეუფლა ჩვენს მთლიან ყოფას და ფაქტობრივად მთელი ცხოვრების წესი, სახლში ოჯახის ყოფნის ჟამი პირდაპირ პარალელურ რეჟიმში არსებობს აი ამ ეკრანული ხელოვნების თანხლებით. მოგეხსენებათ, ძველ დროში ოჯახის ცენტრი იყო კერია, სადაც ხდებოდნენ და იკრიბებოდნენ. შემდეგ ოჯახის ცენტრი გახდა მაგიდა, რომლის გარშემო მძიმე შრომის შემდეგ იკრიბებოდა ოჯახის ყველა წევრი და იქ იწყებოდა საუბრები. არა მხოლოდ ტრაპეზობდნენ იქ, არამედ კითხულობდნენ წმინდა წერილს, საუბრობდნენ სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე, განიხილავდნენ პრობლემებს და იქ ხდებოდა, როგორც წესი, აი ყოველი სულიერი და ზნეობრივი საკითხების გადაწყვეტა. ამჟამად კი აი ამ მათი ადგილი სწორედ ტელევიზორმა და კომპიუტერმა დაიკავა. მაგრამ ეს ორი ინფორმაციის საშუალება, როგორც ვიცი ჩვენ იმათგან განსხვავებით, რაც წინა საუკუნეებში ხდებოდა, რომლებიც აერთიანებდა ადამიანებს, ეს პირიქით აშორებს ოჯახის წევრებს ერთმანეთისაგან და ამისი თვალნათლელი მაგალითია ყველა ოჯახის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი მოდის სახლში დაღლილი სამსახურიდან, ისინი არა ოჯახური საკითხების განხილვას, არამედ მიუსხდებიან ხოლმე. მიუსხდებით უფრო სწორი იქნება ტელევიზორს, კომპიუტერს, ბავშვები იქ თამაშობენ, მამაკაცები ფეხბურთს უყურებენ, დედაკაცები სერიალებს და აი ესე დახლეჩილია ოჯახის წევრები, მიუხედავად იმისა, რომ ერთ სახლში შეიძლება ერთ ოთახშიც არიან, მაგრამ აღარ გვაქვს ერთსულოვანი შეხედულება ამ თუ იმ საკითხებზე. ტელევიზორი აშორებს ერთმანეთისაგან ოჯახის მცხოვრებ ადამიანებს, ცვლის რა ამ ურთიერთობებს მოჩვენებითი ურთიერთობით ეკრანთან. ეს ვიზუალური სამყარო იმდენად მძლავრად შემოდის ჩვენს ცნობიერებაში, რომ ადამიანი პირდაპირ კარგავს გონებას, კარგავს სწორ ჭეშმარიტ ორიენტირებს და მიიხრება აი იმ საცურებისაკენ და იმ ცრუ ფასეულობებისაკენ, რომელსაც თავაზობს ტელეეკრანი. ადამიანები ნელ-ნელა კარგავთ აი ამ ცოცხალ შეგრძნებას, სიყვარულს, თანაგრძნობას ერთმანეთის მიმართ და ცივილიზაციის და პროგრესის ერთ-ერთი ესეთი წყალებში დამსახურება სწორედ არის ის, რომ ადამიანები ჩაკეტილები არიან საკუთარ მეში, საკუთარ ეგოიზმით საზრდოობენ და მოკლებულნი არიან აი იმ ურთიერთობას, როგორც ჩვეულებრივ სულიერ მოთხოვნას. და პირიქით ტელევიზორის და კომპიუტერის ინტერნეტის საშუალებით, რომლებიც უდიდეს სურვილს უჩენს ადამიანს, იურთიერთოს მხოლოდ მასთან, უხსნის ამ ადამიანებს საოცარ ერთი შეხედვით სულიერ სამყაროს, რომლითაც იკვებება ადამიანი, მაგრამ ეს არის ჰიპნოზური მდგომარეობა,
რომელშიც ვარდება ადამიანი და თავის განსასრულ აზრებსა და იდეებს სწორედ უკვე არა ჭეშმარიტი მსოფლმხედველობა, არამედ სწორედ ტელევიზია სთავაზობს. საქმე ისაა, რომ საერთო აი ამ სასოწარკვეთილების, სტრესების, ნერვოზების, ბოროტებისა და იმ სიგიჟის გარემოში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და ვცხოვრობთ, ადამიანი მუდმივად ეძებს რაღაც ფსიქოლოგიურ დაცვასა და ნუგეშს. მაგრამ როცა საზოგადოებაში ვერ პოულობს მას, ანუ რა თქმა უნდა არსებობს ეს ნუგეში, როგორც დედა ეკლესიის მეშვეობით, ისევე სხვა ზნეობრივი კულტურული ფასეულობებით, რომელსაც ჩვენ წერს უხვად გააჩნია, მაგრამ როდესაც ადამიანი დადგმული ყოველივე სიმძიმით ამასოფლის აცდურებით ვერ პოულობს მას, იმედგაცრუებული მიმართავს სწორედ აი ამ ტელევიზორს და კომპიუტერს და იღებს კიდეც სასურველ მანუგეშებელ საშუალებას, რაც ვერ იპოვა რეალურ ცხოვრებაში. ხალხი ერთ შემთხვევაში ირჩევს მატერიას სულის სანაცვლოდ, სწორედ და აი ამ ვნებას კარგად აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნული ნახსენები ტექნიკური პროგრესის საშუალებები. ისმის კითხვა, რატომ ფლობს ეს ცისფერი ეკრანი აი ასეთ ძალას ადამიანებზე? მამათა განმარტებით ეს იმიტომ ხდება, რომ თანამედროვე ადამიანს ფსიქოლოგიური მოთხოვნა აქვს გართობისაკენ, ხოლო ყველაზე ხელსაყრელი გასართობის საშუალება სწორედ ესეთი ტელევიზორი და კომპიუტერი გახლავთ. იმიტომ რომ ის შეიძლება არც თუ ისე დიდი საფასურის შედეგად შეიძინოთ და სწორედ სახლში მოიწყო ეს კინოთეატრი, ის გასართობის საშუალებები, რომლებიც შეიძლება ყველასათვის მისაწვდომი არ გახდეთ და რაღაც თავდაპირველად ადამიანი ვერ ხვდება თუ რა სულიერ და ზნეობრივ ჭაობში იმყოფება ის და ნელ-ნელა ინგრევა ადამიანის გონება, მისი მსოფლმხედველობა, ფსიქიკა იშლება, ის ხდება დამოკიდებული აი ამ ტექნიკისადმი და შემდეგ საბოლოო ჯამში ხედავთ, რომ ადამიანულის ფსიქოლოგიური მხარე მთლიანად არის დანგრეული და ახლა შეუძლია მას ტელევიზორისა და კომპიუტერის გარეშე ცხოვრება. და საათობით ატარებენ დროს სწორედ აი ამ საშუალებებთან. დღეს შეიძლება ითქვას, ტელევიზორი როგორც არასდროს აყალიბებს კოლექტიურ ცნობიერებას. ეს საშუალებები ამასოფლის ძლიერთა ხელშია მოგეხსენება და რომლებიც სწორედ აი ამ კოსმოპოლიტურ გლობალიზატორ სამყაროს მომხრენი არიან და როგორც წესი და ისინი ცდილობენ, რომ ყველა აზროვნებდეს ერთნაირად საზოგადოების ყველა წევრს, ყველა ეთნოსს, მსოფლიოს ყველა ქვეყანას ჰქონდეს ერთი და იგივე მასობრივი, ესე იგი, კულტურის მახასიათებელი ნიშანი. სწორედ ერთმანეთისად მიბაძვის აგებულია აი ეს ტელე გადაცემები და როდესაც თანამედროვე მოდა არა მხოლოდ მსგავსი ვარცხნილობისა და ტანსაცმელის გავრცელებას იწვევს, არამედ ერთნაირ მოქმედებებსაც და ერთნაირ ფასეულობასაც თავაზობს საზოგადოებას. ამიტომაც ხდება, რომ ფაქტობრივად მთელ მსოფლიოში ერთი და იგივე კინოფილმები, ერთი და იგივე სერიალები, კონცერტები და ერთი და იგივე მოდა მკვიდრობს და ადამიანი ნელ-ნელა ივიწყებს თავის სულიერ ფასეულობას, კულტურულ ფასეულობას, ტრადიციულ ფასეულობას და აი ერთგვარი შაბლონის მსგავს მასობრივი კულტურის საგანს ის იოლად იზიდავს როგორც პროგრესიულს, როგორც თანამედროვეს და ამით გონიათ, რომ უფრო წინ მიდის ადამიანი და სინამდვილეში კი ხდება სულიერი დეგრადირება საზოგადოებისა. სწორედ ტელევიზორი და სხვა მასობრივი საშუალებები არა მხოლოდ გამოხატავს თანამედროვე ადამიანის ცხოვრებას, არამედ ხშირ შემთხვევაში ზემოქმედებს ქვეცნობიერზე და აყალიბებს ადამიანის ხასიათს. აი ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მეცნიერების მიერ დიდი ხანია დადგენილია, რომ ძალადობაზე და გარყვნილებაზე აგებული ეს კინოფილმები, კომპიუტერული თამაშები,
ადამიანის მით უმეფრო მოზარდს, ბავშვებს, ნებსით უნებლიეთ სწორედ იმ დემონურ ძალების კავშირში ამყოფებს, რის შედეგადაც რადიკალურად იცვლება ადამიანის ცხოვრება. და გარდა ამისა მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ყოველივე მოქმედებს არა იმდენად ცნობიერს, რამდენადაც ქვეცნობიერად მოქმედებს ადამიანზე და სწორედ იქ ნანახი სახეები თუ ეპიზოდები აღაგზნებს ისეთ გრძნობებსა და ემოციებს, რომლებიც შემდეგში შესაძლოა წარმოუდგენელ მოქმედებებშიც კი გამოვლინდეს. სწორედ ასეთ ფილმებსა თუ თამაშებს შეუძლია დანაშაულისაკენ უბიძგოს ადამიანს და რაც უკვე პრინციპში ხდება რეალობაში, ხო, ჩვენ ამას ვხედავთ, რომ რაც არ ყოფილა ათეული წლების წინათ, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს კლავს, ესეთი რამ არის სწორედ სულიერი დეგრადირების მაჩვენებელი, როდესაც ადამიანი ბავშვი მით უფრო, როდესაც საათობით ზის და თამაშობს ომობანას და მკვლელობანას, ეს ფსიქოლოგიურად მის ცნობიერებაზე და ქვეცნობიერზე მოქმედებს და შემდეგ ის თავად ვერ ხვდება, თუ რამ გამოიწვია მასში ის აგრესია, რომელიც ესე უხვად გამოვლინდა და რომელმაც დაანგრია და შეიძლება საშინელი შედეგებიც მოუტანა მას და ასევე სხვა ადამიანსაც. ზოგადად ასეთი ოკულტური გადაცემების და საშინელებათა ფილმების აი ამ ვირტუალურ თამაშების საშუალებით არა მხოლოდ გვთავაზობენ სანახაობებს, არამედ პირდაპირ კარნახობენ ჩვენ გზნობების გარკვეულ შაბლონს, განსაზღვრულ ფსიქიკურ, სოციალურ რეაქციებს და აი ამ მეთოდით აყალიბებენ ინტერესს სწორედ აი ამ ახალგაზრდებში, თანაგრძნობას უყალიბებენ და მეტიც სიყვარულს ბნელი ძალებისადმი, რომელიც სწორედ აი ასეთი პროგრესული ტექნიკის საშუალებით ხორციელდება ადამიანზე. ტელევიზორი და კომპიუტერი მით უფრო ინტერნეტი სასტიკის ვნებას ანვითარებს ადამიანში, ჩვენ თქვით ეს უკვე, მაგრამ ეს ეხება არა მარტო მკვლელობებსა და ძალადობის სურათებს, რომლებიც ზოგჯერ თაყვანისცემისა და გმირების ატმოსფეროთია გარემოცული. და ხშირად ხედავთ ჩვენ, რომ ადამიანი ბაძავს მკვლელებს, ადამიანი ბაძავს ტელევიზორით წარმოჩენილ გმირებს, რომლებიც არც თუ ისე დადებითი პერსონაჟები არიან. მაგრამ ესე წარმოგვიჩენენ ჩვენ და ადამიანი ფსიქოლოგიურად, რა თქმა უნდა, ემხრობა და სიმპათიითაც კი განისჭვალება ხოლმე ამ გმირებისადმი. მაგრამ ეს უფრო ეხება არანაკლებ საშიშს, რასაც ქვია ტელევიზორთან ადამიანის განცდებით იმდენად ინტენსიური და მძაფრია, რომ ადამიანი ემოციურად ცარიელდება და ის ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდება გულგრილი, ცივი, ჭეშმარიტებისაგან განდგომილი, საერთოდ ადამიანებში აღარ არსებობს ინტერესი ჭეშმარიტებისა და ჭეშმარიტის სულიერი ფასეულობებისადმი. აი ეს არის ყველაზე საშინელი, რაც კი შეიძლება ადამიანში მოხდეს. ადამიანის ღვთის ხატება და მსგავსება ნადგურდება და ადამიანი ემსგავსება რობოტს და ხშირ შემთხვევაში აუხორცული ვნებების მატარებელი და სწორედ მისი ინტერესების გამავრცელებელი ხდება. ეკრანი ასევე იწვევს ნერვიულ დაავადებებსაც. ადამიანის ფსიქიკის შესაძლებლობები არ არის უსაზღვროდ მანუდად, ანუ რამდენიმე საათის განმავლობაში, როდესაც ადამიანი ზის ტელევიზორთან, იმდენ შთაბეჭდილებებს იღებს, რამდენსაც ადრე მთელი თვის განმავლობაშიც კი ვერ ღებულობდა ადამიანი. და ბუნებრივია, ასეთი ზემოქმედების შედეგად ადამიანის ნერვიული სისტემა ცვდება და ვერ უძლებს ამ მძიმე დატვირთვას და ცნეულდება ადამიანი და ფსიქოლოგიურადაც იშლება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ პრობლემა გახლავთ ის, რომ ტელევიზორი და კომპიუტერი განსაკუთრებულად ზემოქმედებს ბავშვებზე. თუ ადრე პიროვნების აღზრდით დაკავებული იყო მშობლები, ეხლა ეს ფუნქცია, როგორც ჩვენ ვხედავთ, ტელევიზორმა იტვირთა და აი
მაგრამ უფროსებისაგან განსხვავებით ეს ეკრანი არასდროს ამბობს უარს ბავშვებთან ურთიერთობაზე. ეს არის ყველაზე სავალალო. მას ყოველთვის სცალია და აკმაყოფილებს ამ ბავშვების სულიერ მოთხოვნილებებს და გულმოდგინად მოძღვრავს მას ამ დროს, როდესაც იგი ამ საქმეს უნდა აკეთებდეს მშობელი და მშობელს კი ხშირ შემთხვევაში არ ცალია თავისი ბავშვებისათვის, ან სამსახურიდან გადაღლილი მოდის და სურს, რომ თვითონაც დაემკმაყოფილოს ტელევიზორთან თავისი მშვინვერი ნებები და მდგომარეობა და ბავშვები როგორც წესი რჩებიან უყურადღებოდ, რაც იწვევს ამ ფაქტობრივად ამ საშინელ პათოლოგიებსაც. ბავშვები რეალობის ზღვარს ვერ აანალიზებენ და სწორედ ეკრანზე მომხდარს ისინი იღებენ როგორც სინამდვილეს და ეს კვლელობები, ძალადობები მათში არ იწვევს შემდეგში შიშსა და ზიზღს, რადგან ასეთი სატელევიზიო გადაცემების შემდეგ ბავშვი უკვე ეჩვევა ყოველივეს და ეკრანზე ნანახი ხდება მისთვის ყოველდღიური რეალობა. რაც არის ყველაზე საშინელი და ძველ რომში ჩვენ ვიცით ისტორიიდან, რომ ათასობით მაყურებელს იზიდავდა სწორედ ეს გლადიატორების ბრძოლები ცირკში, ადამიანების შერკინებები მხეცებთან და სხვა მსგავსი გასართობები, რომელთაც დევიზი ყოველთვის იყო პური და სანახაობა და თითქოს ამ სიტყვებით გამოიხატებოდა მთელი მათი ცხოვრება და ყველაზე თავშესაქცევ სანახაობად ამ ბრბოს სისხლის ზღვა და სიკვდილის აგონია მიაჩნდა. ეს იყო არნახული სწრაფვა ამ ძალადობისა და ამ საშინელი მანკიერი ვნებისაკენ და რომელიც დღესაც როგორც ჩანს კიდევ უფრო ძლავრი საშუალებით არის წარმოჩენილი ტელევიზორში. თითქოს და იგივე ხდება დღესაც. სწორედ პური და სანახაობა, ოღონდ უკვე არა ცირკში და კოლიზიუმში, არამედ უკვე საკუთარ სახლში, სწორედ ტელეეკრანი ადამიანებს სადისტებად აქცევს, რომლებიც მშვიდად და ფარული რაღაცნაირი სიამოვნებით შეყურებენ ამ მკვლელობათა სცენებს და სწორედ მოაქვთ გმირებად თავი ვაჟკაცებად, როდესაც მსგავს აქციელს იდენენ. ამ დანაშაულებრივი მდგომარეობის ესოდენი კრიმინალიზაცია, რომელიც ხდება დღეს საზოგადოებაში, სწორედ გამოწვეულია ამ პათოლოგიური ვნების მიერ. თუ ადამიანი იტყვის, რომ მისი ყურება ქრისტიანისათვის მიუღებელია და ადამიანი რაღაცნაირად დაიწყებს ამასთან ბრძოლას, აკრძალვას, მაშინვე იწყება ამ ადამიანების მიმართ წინააღმდეგობა, პროტესტი და ესეთი შეძახილები, რომ თქვენი შეხედულებები გულისხმობ ქრისტიანების არის დრომოჭმული და უკვე აღარ შეიძლება ისეთი ძველი შეხედულებები ცხოვრება და საჭიროა პროგრესიული განვითარება შეხედულებებისა, რომელიც შემოთავაზებულია ტელევიზორის საშუალებით. მაგრამ სინამდვილეში ის ასუსტებს მომდადანო ადამიანის ინტელექტუალურ ძალებს, რის გამოც გონება დუნდება და ესეთი სერიალების საშუალებით მომდადანო ადამიანის გონება იჩლუნგება, ის ხდება მდაბიო ვნებების ქადაგებელი, მისი შეხედულებები, მისი მსოფლმხედველობა აღარ ემატება იმ ვიწიერი გარყვნილი სცენების მიღმა, რაც ხორციელდება. ამიტომ ჩვენთვის ეს არის ერთგვარი მედიუმი, რომელიც გვამონებს ჩვენ, გვართმევს ჩვენ სულიერ საზრდოს, გვართმევს ჭეშმარიტებისაკენ ტოლვას და ადამიანი ნელ-ნელა დეგრადირდება. და სწორედ გახსნა და ოჯახების ნგრევა ასეთი საშუალებებით იწყება. რაც შეეხება ფილმებს გარყვნილებაზე, ისინი დამოუკიდებლად მოქმედებენ არა მხოლოდ ბავშვების ფსიქიკაზე, არამედ მოზრდილებისაც, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მშობლები და ბავშვები თანხლებით ერთად უყურებენ ესეთ მსგავს სანახაობებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მშობლები იძულებულები ხდებიან გამორთონ ტელევიზორი ან ბავშვები რამდენიმე საათით გააძევონ სხვა ოთახში ან სხვაგან, მაგრამ სინამდვილეში ამას ვერ აკეთებენ და იძულებული არიან სწორედ
ბავშვებთან ერთად თითქოს და მათ არ ამჩნევენ თავის გვერდით, უყურებენ აი ამ საშინელ გადაცემებს. რაც არის ყველაზე დიდი საცდური, ვინაიდან მაგალითით ცხოვრობს ბავშვი, როდესაც მშობლები აძლევენ ესეთ საშინელ მაგალითს და უმსგავსო სცენებს უყურებენ, რა თქმა უნდა ბავშვი წყალიბდება, შეგნება რომ ამაში არაფერი ცუდი არ არის. და ბავშვებს სწორედ უფროსებზე უფრო ნაკლებ შესძერთ უნარი და ამ საკუთარი გრძნობების რეგულირებისა და ამიტომ ტელევიზორთან სულიერი გახსნის შემდეგ ქრისტიანობას უკვე აღიქვამენ როგორც აკრძალვით სისტემას. აი ეს კიდევ ერთი ნეგატიური მხარე, რომელიც გააჩნიათ. ანუ ჩვენ თითქოს და მუდმივად ვამბობთ, რომ ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება, ადამიანი, რომელიც მიეჯაჭვა აი ამ კომფორტს, რომელიც სახლში უკვე შემოთავაზა საზოგადოებას, ამას ოფლის სულმა, ამ პროგრესმა უკვე უჭირს რეალობაში გამოსვლა, უჭირს ღმერთთან კავშირის დამყარება და ყურადსაღებია, რომ რაც უფრო გადის დრო, მით უფრო ამორალური ხასიათის ტელეგადაცემები გადის, მით უფრო ეჩვევა ადამიანი აი ამ საშინელ გარყვნილებას და ამით სურთ აი ამ ამორალური გახადონ მთელი მსოფლიო. მიაქციონ ყურადღება იმ ფაქტს, რომ გარყვნილების დემონსტრირება, აი ამ ერების გახსნა, ოჯახების ნგრევა და ასე შემდეგ თითქოს და არის ბუნებრივი მოვლენა და ამავე დროს ქრისტიანის მცირე დაცემასაც კი ჭორაობით ავრცელებენ, რათა აცდუნონ უბრალო მოსახლეობა და მით უფრო დააკნინონ ქრისტიანობის დანიშნულება ამ ქვეყნად და ცდილობენ რომ წარმოაჩინონ ქრისტიანობა როგორც ძველმოდური და როდესაც დაინახავენ ესეთ ადამიანებს, რომელიც მცირეოდენი შეცდებიან, კი ეგრევე იწყება მათ მიმართ საშინელი ბრალდებების წამოყენება და რაღაცნაირი შინაგანი სიხარულიც კი ჩანს ამ ადამიანებში, ვინაიდან ისინი ფიქრობენ, რომ ყველა ადამიანი არის მიდრეკილი იმ ბოროტებისაკენ, საშინელი საცდურებისაკენ, იმ საშინელი ტელე გადაცემებისაკენ, რომლებშიც თვითონ იმყოფება. ტელევიზორი და კომპიუტერი აღვივებს ადამიანებში ყველაზე ქვეინავ ნებებს, თითქოს და ზნეობრივად მისაღებ ფილმებშიც კი ჩვენ ხედავთ, რომ აუცილებლად თითქოს და ჩართულია ეს ეროტიკული სცენები, რათა უფრო აქტუალური და საინტერესო გახადონ ეს ფილმი. ამიტომ ადამიანი საკუთარ თავს ნებაყოფლობით არ უნდა აქცევდეს აი ამ სულიერი სიბინძურის გარემოში. ზოგი ადამიანი ამბობს, რომ სულიად უნებლად უყურებს აი ამ ერეტიკულ ფილმებს, მაგრამ ეს ნამდვილად თავის მოტყუებაა. ისინი რომ უნებენი იყვნენ, ძმანდა დანო, ამისთვის მაშინ აი ამ სანახაობასათვის, რა თქმა უნდა, დროსაც აღარ დაკარგავდნენ, მაგრამ სწორედ რომ ნებები დატყვევებული სული ეჯაჭვება აი ასეთ გადაცემებს ტელევიზორს და თუ ასეთი ადამიანი შემთხვევით და ვერ მიიღებს აი ამ დოპინგს, რომელიც მას ტელევიზორის თავაზობს, მაშინვე იწყება მასში უფრო კრიზისული მდგომარეობა, ესეთი ადამიანი შეწუხებულია და ვერ აკმაყოფილებს თავის ნებებს და ეწყება პრობლემები. კიდევ ერთი ნეგატიური მხარე, რომელსაც ტელეეკრანი გვთავაზობს, გახლავთ ასტროლოგიის დემონსტრირება. ეს შედარებით ახალი ხილია, მაგრამ ხშირად გადაცემაში ასტროლოგიურ პროგნოზს გვთავაზობენ, რომლითაც ადამიანის მომავალს წინასწარმეტყველებენ. საუბრობენ იმაზე, თუ როგორი იქნება მათი დღევანდელი დღე და რა უნდა აკეთონ მათ, ვისთან იქონიონ ურთიერთობა, ვისთან არ იქონიონ ურთიერთობა, რა ჭამონ, რა სვან და ასე შემდეგ და თუ ვინმე წმინდა წინასწარმეტყველების სიტყვებს მოიყვანს დანო და მომავლის სწორ განმარტებას გააკეთებს, ასეთ ადამიანებს არ უსმენენ როგორც წესი, დასცინიან და სულიერ ავადმყოფობადაც კი მიიჩნევენ. ვინაიდან ჭეშმარიტი წინასწარმეტყველებები კი უფრო ძნელად ასატანია, იმიტომ რომ ის საკმაოდ მკაცრია, ის საკმაოდ
მართებულია და მუდმივად ადამიანის სინდის საწუხებს, მუდმივად ცდილობს, რომ ადამიანი გამოასწოროს და უკეთესობისკენ წარმართოს, რათა საბოლოოდ საშინელი სამჭევროს წარდგომის დღეს ღირსეულად წარდგეს მის წინაშე. მაგრამ ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, არ მიაჩნია თანამედროვე მსოფლიოს რეალობად და ამიტომაც გვთავაზობენ იმ ცრუ წინასწარმეტყველებებს, რომლებიც ესოდენ იზიდავს საზოგადოებას და აი ამ მარჩიელების, მისნების ზეგავლენის ქვეშ ამყოფებს. ზემოთ მოყვანილი მოვლენები თანდათანობით უარესობისაკენ გვიბიძგებს ჩვენ და საყოველთაო განდგომილებისაკენ ვითარდება მსოფლიო. საბოლოოდ ასეთი არეული ატმოსფერო, ისეთი როგორიც არის დღეს, კიდევ უფრო როგორც ჩანს, გაძლიერდება და გართულდება და მამები ამბობენ, რომ უკვე არა მხოლოდ მართლმადიდებლებს, არამედ არამართლმადიდებლებსაც კი გაუჩნდებათ სურვილი, რომ რაღაცნაირი გადარჩენის საშუალება იპოვონ. ეს ნამდვილად ასე იქნება, ვინაიდან გონიერი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ის არ არის მხოლოდ ხორცი, ის არ არის მხოლოდ მატერია და მასში არის რაღაცა სულიერი ზნეობრივი იდეალები, გნებავთ არც იყოს ქრისტიანი, ის შეიძლება ფიქრობდეს, რომ მისთვის ეს არის საშინელი დამანგრეველი და ამიტომაც ვხედავთ ჩვენ, რომ არა მხოლოდ მართლმადიდებლები, არამედ მთელ მსოფლიოში არის ანტიგლობალური გამოსვლები. ყველა იბრძვის თავისი ფასეულობის დაცვისაკენ, მათ შორის ისლამის წევრები, მათ შორის ბუდისტები და სხვა რელიგიის წარმომადგენლები, ისინი ცდილობენ დაიცვან თავისი ფასეულობა, თავისი კულტურა და არ სურთ მიიღონ ის გლობალური კოსმოპოლიტური საზოგადოება და ის გარყვნილი სული, რომელიც შემოთავაზებულია ამა სოფლის მიერ. უდავო ფაქტია, ძმანდედანო, რომ თითეული ადამიანი, რომელიც დიდ დროს ატარებს ტელევიზორთან და კომპიუტერთან, ხდება, რომ საჭიროა დიდი ძალისხმევა და ღვთის შეწევნაც არის საჭირო, რათა უნებლად გამოვიდეს აი ამ ინფორმაციული საშინელებისაგან. ისმის კითხვა, რა ვიღუნოთ, როგორ შევაჩეროთ ეს სულის ზემოქმედება ყველა ჩვენთაგანზე. ალტერნატივა, რა თქმა უნდა, ყოველთვის მოიძებნება. არსებობს ალტერნატიული სატელევიზიო გადაცემებიც, მაგალითად საპატრიარქოს ტელევიზია და შეიძლება კიდე მოიძებნოს რამდენიმე ზნეობრივი ინფორმაციის შემოთავაზებელი ტელევიზიებიც, მაგრამ აქ სირთულე ძმანდედანო იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი იწყებს თითქოს და ზნეობრივი ღურები, იწყებს თითქოს და მხოლოდ ინფორმაციის საშუალების მოსმენით, მაგრამ ამთავრებს კინოფილმებით და სიბინძურით, რომელსაც შემდეგ აუცილებლად გვთავაზობს ტელევიზია. აი ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი საცდური და სწორედ ლოცვა სულიერი ცხოვრების ცენტრია ძმანდედან და მის გარეშე შეუძლებელია ღვთის შინაგანი განცდა. ტელევიზორში ყველა არხიც რომ რელიგიურ გადაცემებს დაუთმონ, ის მაინც მოსწყვეტს რელიგიას მთავარს, რასაც ქვია სიღრმეს და მისტიურ არსს. იმიტომ რომ შეუძლებელია ტელევიზორი იყოს მისტიური. ის მხოლოდ შეჩერდება სიტყვის საჯაროდ გამოცხადების დონეზე და მეტი არაფერი. რა თქმა უნდა, ესეც არ არის ცუდი, როდესაც გვესმის ჩვენ ღვთის სიტყვა ტელევიზორით, მაგრამ ჩვენ საუბრობთ, რომ ადამიანი გაცილებით უფრო მეტს მიიღებს თუ ივლის ეკლესიაში, თუ ცოცხალ სიტყვას მოისმენს სწორედ ბუნებრივი სახით. ტელევიზორთან გაზრდილი ადამიანი რელიგიას რაღაცნაირად სხვანაირად აღიქვამს, როგორც კულტურულ, ზნეობრივ და ისტორიულ ღირებულებას, მაგრამ არა ჭეშმარიტებას, რაც არსებითად არის რელიგია ღვთის გარეშე, ჭეშმარიტების გარეშე. რისი თქმა შეიძლება? ძალიან რთული დროა, რთულ დროში ვცხოვრობთ და წმინდა მამები გვირჩევდნენ ჩვენ და ეხლაც გვირჩევენ, რომ არ დავუკარგოთ ცვირფასი დრო, რომელიც მოგვეცა სინანულისთვის, გადარჩენისთვის, ჭეშმარიტების შეცნობისთვის. არ გავცვალოთ ჩვენი სიწმინდე აი ამ ამასოფლის მიერ შემოთავაზებული ხანმოკლე სიამოვნების და გართობებზე. დღეს როგორც არასდროს გვმართებს ჩვენ სწორედ იმ
ძველი მამების სულისკვეთების გაზიარება, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ყველა მართლმადიდებლობისთვის. შევინარჩუნოთ ეს ჩვენი ჭეშმარიტება, დავრჩეთ უნდა მართლმადიდებლობაში. ყურადღებით ვიცხოვროთ სულიერ ცხოვრებაში, ლოცვით, მოთმინებით გადავირჩინოთ უნდა ჩვენი სული. ეს არის სწორედ მთავარი და თუ ადამიანი მოახერხებს და დაიწყებს აი ამ რეგულარულ სულიერ ცხოვრებას სისტემატურად მოახერხებს მოლოცვებზე წასვლას, ბუნებაში გასვლას და ბუნებასთან კავშირს, მაშინ ადამიანი ნაკლებად დაინტერესდება იმ კომპიუტერით, ტექნიკური პროგრესით, რომელიც ესე გვაცდუნებს ჩვენ. მაშინ ადამიანი მოიპოვებს სულიერ სიმაღლეებს და გახდება სასუფეველის ღირსი. ღმერთმა დაგვილოცოს და შეგვიწყალოს ჩვენ და სრულიად საქართველო. ამინ.